როგორ უნდა შევიტანოთ მოსწავლის შეფასება ამ Excel-ის ცხრილში, ისე რომ ერთ უჯრაში მოცემული ინფორმაცია, შეტანილი ინფორმაცია არ გადაეწეროს, აი ასე არ გადავიდეს მეორე უჯრაზე და მხოლოდ პირველ სვეტში დარჩეს. ამისათვის საჭიროა, როდესაც სანამ ტექსტს შევიტანთ, შევიდეთ wrap ტექსტი გავასწოროთ, ანუ უნდა მოვძებნოთ ჩვენთან მენიუში ABC ასეთი ლოგო, ანუ wrap ტექსტი, ამას რომ მივუთითებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ტექსტი აღარ გადაიწერება შემდეგ უჯრაში. ეს არის გააქტიურებული მაშინ, როდესაც უფრო ნაცრისფერი ფონი გაუჩნდება. ასევე შეიძლება თქვენთან იყოს ის, რომ როდესაც ტექსტს დაწერთ, ტექსტი დაბლიდან დაიწყოს და აი ასე ჩაიმალოს ტექსტი, ვეღარ წაიკითხოთ. ამისათვის ისევ უნდა დავდგეთ ამ უჯრაზე, მოვნიშნოთ და ტექსტის გაფორმების ღილაკიდან ავირჩიოთ მარცხენა სვეტი იყოს სწორი და ასევე ტექსტის წერა დაიწყოს არა დაბლა, არამედ მაღლიდან. ავირჩიოთ ეს და ტექსტი ავტომატურად გადადის ზემოთ. ახლა აქ რა ინფორმაციაც არ უნდა შევიტანოთ, ის არასოდეს აღარ გადავა შემდეგ ველზე, არ გადაიფარება. თუ თქვენ ამ ველზე მოგინდებათ ტექსტის შეტანა, ეს ისევ გადაიფარება. ასე სათითაოდ რომ არ ავირჩიოთ და მივუთითოთ ეს wrap ტექსტის ფუნქცია, შეგვიძლია მოვნიშნოთ, დავდგეთ აი აქ დასაწყისშივე, მოვნიშნოთ მთლიანად ჩვენი ცხრილი, რაც გვაქვს, მუსიკაზე ეს ერთი უჯრა მხოლოდ მოვნიშნავ, მივუთითებ ABC, ანუ wrap ტექსტს ჩაურთავ, განაცრისფრდა, ასევე შევცვლი, რომ ტექსტი იყოს მარცხენა მხარეს გასწორებული და ზედა ნაწილი გასწორდეს. ახლა რაც არ უნდა დავწერო აქ, არაფერი აღარ გადავა შემდეგ სვეტზე. ასევე თუ ჩვენ გვაქვს უკვე ნამუშევარი ჩვენს კომპიუტერში, Word-ის ფაილში და გვინდა რომ გადმოვიტანოთ, ჩავაკოპიროთ აქ. როგორ ხდება? მაგალითისთვის მე ახლა უბრალოდ აი ამ ტექსტს დავიკოპირებ. როგორ ხდება ონლაინში Excel-ში დაკოპირება? მაუსით ვერ შევძლებთ ამას. ამისათვის საჭიროა დავაკოპიროთ ტექსტი, ჩვენი ტექსტი, სასურველი ტექსტი, გავხსნათ Word-ის ფაილი და ავიღოთ ტექსტი. მე უკვე დაკოპირებული მაქვს რაღაც უბრალოდ ასოები. შემდეგ გადმოვიდეთ ისევ ონლაინ ფორმაზე. დავაწყაპოთ ორჯერ სწრაფად, იმიტომ რომ მაუსის კურსორი უნდა გამოჩნდეს. სხვა შემთხვევაში არ დაკოპირდება. ახლა დავაჭიროთ ერთდროულად Ctrl+V-ს, კონტროლი და V ასო გამოვიყენოთ და დაფეისტდება. ანუ ტექსტი ჩააჯდება. ანუ კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ Ctrl+C, ერთდროულად, როდესაც აიღებთ Ctrl და C-ს, ეს არის დაკოპირება და თუ აიღებთ Ctrl+, ანუ Ctrl და V ერთად ამ ღილაკის კომბინაციით ჩავსვამთ ჩვენთვის სასურველ ტექსტს. სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის.